მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს სწორედ ისევ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ კვლავ აგრძელებთ საუბრებს ასტროლოგიაზე უკვე მე რამდენი წელია ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით ვახერხებთ ამას რითაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო ტელეკომპანიის მესვეურებს და ამისთვის ასევე კიდევ ერთხელ გულითადი ასე ვთქვათ მადლობა, იმიტომ რომ იშვიათია მოგეხსენებათ რომ ასტროლოგიას ამდენი დრო დაეთმოს და ხელი შეუწყო მის პოპულარიზაციას, აი ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელები სწორედ ამას ახერხებენ და ძალიან კარგია, მე მგონი ძალიან სასიაოვნოა, იმიტომ რომ ყველასთვის ეს არის მე მგონი საჭირო, იმიტომ რომ მე ხარ როცა ხვდები მithumetes ახალგაზრდა თაობას და ესეთ ადამიანებს რომელსაც უკვე შვილები ყავს, ხეჩვეუს ისინი ამას მეუბნებიან რომ აი სწორედ დიდი ხანია გიყურებთ, გისმენ და უკვე იმდენად გაცნობიერებულები არიან ამ სფეროში რომ ამჯერად ერთ სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა, იმდენად კარგად იციან ბევრი საკითხები და სწორია ეყრდნობიან ამ სფეროს და აქედან გამომდინარე წარმატებულებიც არიან. და ეხლა იმის შესახებ თუ რაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს, რასაკვირველია, საუბარი იქნება შემდეგ კვირაზე 13-19 ოქტომბრის შუალედზე იქნება საუბარი, სანამ ამ საუბარს დავიწყებთ, ესე კიდევ ერთხელ ინფორმაცია მათთვის, ვინც ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილს არ უყურებს, თურმე ესეთებიც აღმოჩნდნენ მოგეხსენებათ, ესეც აღმოჩნდა და აი მათ გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91-52-38. Იმეორებ 599-91-52-38. Այս ვაჩვენს დღეს დილითაც ვესაუბრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში ჩვენს ერთ-ერთ ასე ვთქვათ მოქალაქეს ახალგაზრდას და ნუ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი, მათ შორის ონლაინ რეჟიმში იყო ეს საუბარი და ბოლოში იყო ყველაზე სასიაოვნო ჩემთვის, რასაკვირველია, როცა მე გავიგე მისგან ესეთი ფრაზა აი ეხლა უკვე გავიგე რა მჭირს, რას არ ვაკეთებდი სწორად და რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება. აი ეს სიტყვები იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, იმიტომ რომ ის რაზეც იგი როგორც გამოწყდა, ფიქრობდა წლების განმავლობაში, ექსპერიმენტებსაც უყენებდა საკუთარ თავს და ვერ ხვდებოდა საიდან ქონდა მაგათ განსაკუთრებული ესეთ მიდრეკილება ძალაუფლებისადმი. რატო არჩია ეს პროფესია, რომელიც იმდენად შეიძლება მათროთ არ იყო და სხვა კუთხით მიმზიდვეთ ამდენად აძლევდა ძალაუფლებას და ასე შემდგომ. აი ამაზე ამ კითხვებზე პასუხი მიიღო, დამშვიდდა, დაწნარდა, უკვე იცის რა უნდა გააკეთოს. და ამიტომ ესე იგი, ვისაც გაქვთ ესეთი სურვილი, რომ გაერკვეთ საკუთარ თავში სწორი გზები დასახოთ, შეგვეხმიანეთ 599, გემეორებთ 91-52-38. შევადგინოთ თქვენი პირადი ასტროლოგიური ჰოროსკოპი და ვნახოთ, რა მისიით ხართ მოსული, როგორ შევცვალოთ თქვენი ბედნიერი უკეთესობისკენ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ თემას, ესე იგი, ამ კვირას რაც შეეხება ნუ ეს კიდევ ერთი ცოტა რთული კვირაა ამ თვის განმავლობაში. შემდეგ კვირიდან დედავიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის და ამიტომ ურთიერთგაგებაც მოიმატებს ადამიანებს შორის, ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება, განწყობაც უკეთესი იქნება და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობაც ყველას მიეცემა უფრო მეტად. ამიტომ ეს კვირა მაინც ითხოვს კიდევ ყურადღებას, იმიტომ რომ დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჯერ ურთიერთგაგებაც შემცირებულია, ჯანმრთელობაც არამდგრადია, ემოციური არასტაბილურობას დრო და დრო იჩენს თავს და იდეების რეალიზაციასაც შეიძლება მეტი სირთულეები შეექმნას. აი ეს ტენდენციები აუცილებლად გავითვალისწინოთ ამ პერიოდში და ეხლა უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს შევეხოთ, რა ტენდენციები აქვთ მათ ამ კვირასთან დაკავშირებით, რადგან მაინც დედამიწა ენერგოველში უარყოფით ენერგოველშია ვერ ჭირდება ყურადღება რის მიმართ. ჯანმრთელობას იგი არ უჩივის. ჯანმრთელობა ახლა ვერც ის მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, გონებამახვილობის გამოვლენა. კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ კონფლიქტურობის ალბათობა განსაკუთრებით პარტნიორებთან, როგორც სასქესო ასე ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან არის მაღალი. ურთიერთწინააღმდეგობები აგაც არის საკმაოდ მაღალი. ამიტომ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა საკმაოდ რთული იქნება ამ პერიოდში. ამასთან ერთად მოვიტანხმოთ, რომ ფინანსურმა დანაკარგებმა დროდადრო შეიძლება იჩინონ თავი და ამასთან ერთად მეტად სიფრთხილე გმართებ. დავუშვათ მოლაპარაკებების წარმოების კუთხით, ან ხელშეკრულებების დადების კუთხით, ან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით, ან ჯობია ამისგან თავი შევიკავოთ, ან თუ აუცილებლობა ამას ითხოვს, მაშინ ორმაგი სიფრთხილით და ყურადღებით გავაკეთოთ ყოველივეს, რათა შესაბამისად არ დავუშვათ, რომელთა ალბათობა ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება ახლა უკვე კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაუდევლებს კუროებო თქვენ პირველ რიგში მეაქცეთ ყურადღება ჯანმრთელობას. შემდეგ კვირიდან თქვენი ერგოტონუსი აშკარად მოიმატებს, მაგრამ ამ კვირაში ჯერ კიდევ იგი დაბალია. ამიტომ ნუ გადაიღლებით, დაიღალეთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით. ამაზეა ძირითადი აქცენტი. ასევე მოდით დავუშვით, რომ საექიმო შესწავლების ალბათობა მაღალი გაქვთ, ამიტომ თუ გიწევთ ურთიერთობა ექიმებთან, აუცილებლად გადაამოწმოთ მათ დასმული დიაგნოზი და ყოველ შემთხვევაში თუ რაღაცა გასაკეთებელი ამ კუთხით ამ კვირას თავი დაანებეთ და შემდეგ კვირაში ჯობ ეს გაკეთდეს, როცა თქვენი იმუნიტეტი მოიმატებს და მდგრადობა ორგანიზმისა იქნება უფრო მაღალი, ემოციურადაც შემდეგ კვირიდან უფრო დამშვიდებით, ამიტომ ამ კვირაში აკონტროლეთ თქვენი ემოციები. იმიტომ რომ უკონტროლო ფსიქოემოციური გამოვლენები შექმნის მხოლოდ პრობლემებს. მათ შორის როგორც ბიზნეს საქმე, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან, სადაც არაერთი დაძაბული სიტუაცია შეიძლება წარმოიქმნას. დავუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც მოვერიდოთ კიდე ამ კვირაში ზედმეტ ფინანსურ ხარჯს, კაპიტალ დაბანდებებს და ინვესტიციებს. ამისთვის მანდაც სასკეთო დრო არ არის და კიდევ რატო. იმიტომ რომ შეიძლება საყოფაცხოვრება პრობლემების წინაშე დადგეთ, რაც მოითხოვს სწორედ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. და აქედან გამომდინარე უნდა გქონდეთ გარკვეულწილად ეს კაპიტალი დაგროვილი, რომელიც ასეთი აუცილებლობისთვის იქნება გათვალისწინებული. თუმცა, რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, აქ უკვე აშკარად გამოიდარებს. პირად სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, რომანტიკული კავშირებისთვის, ეს პერიოდი გაცილებით უკეთესია წინა კვირისგან განსხვავებით და სხვათა შეიძლება ბევრ თქვენთაგანს მოუტანოს ძალიან ასეთი მორალური შეიძლება ესე ითქვას კმაყოფილება ამ ურთიერთობებმა. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაუდევლებს ტყუპებო პროდუსკოვლისა გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში პირველში დინამიური პერიოდია უდაოდ ერგოტონუსი მაღალია ჯანმრთელობა თქვენი მდგრადია, ამიტომ ეს ხელს უწყობს საერთო ჯამში კომუნიკაციას თქვენი მხრიდან, მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალის გამოვლენას, გზავრობას, მოგზაურობას და ასე შემდგომ შემოქმედებით მუშაობას. კი ბატონო, ეს ყველაფერი არის, მაგრამ ბევრი რამ იქნება თქვენი წარმატება და ბევრად იქნება დამოკიდებული ამ კვირაში იმაზე, თუ როგორი ურთიერთობები გაქვთ შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. თუ ეს ურთიერთობა ჰარმონიულია, საქმიანი კუთხითაც ყველაფერი გაცილებით უკეთ წარმართება. მაგრამ თუ აქ გვაქვს გარკვეული დაძაბულობა, გაუგებრობები, კამათი ან საკონფლიქტო სიტუაციები, ესე იგი თქვენი საქმიანი და ყველა სხვა სახის შესაძლებლობები შემცირდება. ამას მეგზეთ ყურადღება. შემოქმედებითი კუთხითაც აქ ცოტა რთული იქნება საკუთარი მონაცემების სათანადო გამოვლენა და უფრო მეტიც ახლობლებს შეიძლება შექმნას პრობლემები. ამიტომ თქვენი ძირითადი დრო ყურადღება და შეიძლება კაპიტალიც გადავიდეს სწორედ მათი პრობლემების მოგვარებაზე, რის გამოც შეიძლება საკუთარი ბიზნესისთვის, საკუთარი საქმიანობისთვის უბრალოდ დრო არ დაგჭირთ, მოდი ასე ვთქვათ. და ასე შემდგომ. თუმცა, მოდი ისიც აღვნიშნოთ, რომ სადღაც კვირის მეორე ნახევრისკენ უფრო შესაძლებლობები, მაგალითად ბიზნეს გეგმების ასრულებისა და ამ მხრივ წინ წაწევისა თქვენი იდეებისა და მატერიალიზაციისა გვექნება მეტი. ამიტომ მეორე ნახევრიდან კვირის უფრო მეტი იქნება შანსი, რომ თქვენი ბიზნეს გეგმები უფრო ადვილად განხორციელდეს და უფრო მეტად წარმატებულიც იყოს. თუმცა, როგორც ლიდერი ხელმძღვანელი საკმაოდ კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, თუ ესეთი აუცილებლობა ამ პერიოდში დადგა. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატლობს, უნდა არა იმდენად, რომ თქვენ გადაიღალოთ, არა, გადაღლას უგუჩვენება ექნება. ეს ის პერიოდი, რომელსაც მაგალითად კარგია ეს დრო რისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის. სხვათვის, რაც მეტად შეძლებთ ახლობლებთან, ნაცსაებთან, ოჯახის წევრებთან კარგი ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნებას, მით მეტად საქმიანი კუთხითაც და ყველა სხვა კუთხით ეს პერიოდი იქნება საკმაოდ კარგი. მაგრამ თუ ამ სფეროში დაგეძაბოთ ურთიერთობა რაღაც კამათსა ადგილი გაუგებრობებს, მაშინ სხვა თვალსაზრისითაც სირთულეები გექნებათ მეტი. ეს ის პერიოდია, რომელიც ასევე აღვნიშნეთ, რომ აქ ამ პერიოდში მიაქცეთ ყურადღება თქვენს გამოთქმებს, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან ცოტა მეტი პრეტენზიულობის გამოვლენა, ზოგჯერ ხისტი გამოთქმების და სარკასტულიც კი შეიძლება გახდეს საფოსკო რეაქციების კონფლიქტების მიზეზი, რაც პირიქით შექმნის მეტ სირთულეებს და პრობლემებს. სამაგიეროდ მატულობს თანაბრად თქვენი ინტუიცია. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება მეტად ხელშეუწყობს თქვენს სწორ არჩევანს და სწორი ნაბიჯების გადადგმას. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება ლომებო, ენერგოტონუს არ უჩივით ჯანმრთელობა მდგრადი ენერგია გაქვთ, ამიტომ ეს ნიშნავენ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, დინამიური, აშუალება კარგად წარმოაჩინოს თავისი ორგანიზატორული, ლიდერული თვისებები, ზოგიერთი პროექტიც ძალიან კარგად განახორციელოს და ასე შემდგომ. მაგრამ ესე იგი, აქ მაინც გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ რადგან დაძაბულობის ტენდენცია მაღალია, როგორც მეგობრებთან, ასევე იგივე დავუშვათ ნათესავებთან მიმართებაში,
და ზოგიერთ შემთხვევაში კოლექტიური ძალისხმევაც ნაკლებად ნაყოფიერი იქნება, იმიტომ რომ თქვენსა და კოლექტივის სხვა წევრებს შორის შეიძლება ურთიერთ დაპირისპირება, ნამდვილად სხვადასხვა იდეების წარმოჩენა მოხდეს. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენ საერთო საქმიან წინსვლას, ამიტომ უმჯობესია თუ გაქვთ საშუალება უფრო ინდივიდუალურ საქმიანობაზე გადაერთოთ, ვიდრე კოლექტიურ ძალისხმევაში ჩაერთოთ. აქვე მოდით დავუშვათ ისიც, რომ სამაგიეროდ ეს პერიოდი მოგიტანთ არაერთ საინტერესო ნაცნობობას, შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, აქვე შეიძლება დაუშვათ რაღაც ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივა, რომელიც პერსპექტივაში შემდგომ პერიოდში უფრო განვითარდება ვიდრე ამ კვირაში, მაგრამ შეიძლება უკვე ჩამოყალიბების პროცესი დაიწყოს და შეიძლება მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია. ოღონდ ჩემი თხოვნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ პერიოდში მიიღებთ, გადაამოწმეთ, იმიტომ რომ ზოგიერთი მართლა იქნება ძალიან მშვენი და საინტერესო ცოდნის წყარო ან ინფორმაციული ველი თქვენთვის, მაგრამ ზოგიერთი იქნება ფეიკი. ამიტომ მისთვის რომ ესე ადვილად არ დაიჯეროთ, ვინც რა არ უნდა გითხრათ ვიღაცაზე ის ასეთი ამბე არ დაიჯეროთ, გადაამოწმოთ. ეს იქნება უფრო სანდო ინფორმაცია გადამოწმებული თქვენი მხრიდან. იმიტომ რომ აქ შესაბამის დაშვების ტენდენცია მაღალია და დავუშვათ აწერთ ხელს რაღაც საბუთს. აქაც გადაამოწმეთ, ნუ დაიზარებთ, იმიტომ რომ შესაბამის დაშვების ალბათობა ხელმოწერის დროსაც კი მაღალია. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, შემდეგ კვირა უკეთესია თქვენთვის უდავოდ, მაგრამ ჯერ იქამდე ეს კვირაა გასავლელი და ამიტომ ახლა გავითვალისწინოთ რა. ჯერ ერთი ანგოტონუსი შედარებით დაბალია. ცოტა მიეცით ორგანიზმის დასვენების საშუალება, ცოტა გამოაწინეთ საკუთარი თავი, რათა უკეთესად იმუშაოთ და თავი უკეთესად იგრძნოთ. ამავდროულად შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს პროფესიონალურ სფეროში. შეიძლება ახალი პროექტების წინაშეც აღმოჩნდეთ და ამ პროექტებსაც შეიძლება გარკვეული დამატებები ან ცვლილებები დაჭერდეს. ეს ამისთვისაც იყავით მზად. აი თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ აქ იმუშაოთ კოლექტიური ძალისხმევის კუთხით. აი ინდივიდუალური მუშაობა თქვენთვის ნაკლებ პერსპექტიულია, ხოლო კოლექტიური ძალისხმევა გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, მაგრამ რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, აქ მართავთ განსაკუთრებული სიფრთხილე. ანუ მეტი ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია პარტნიორულ სასქესო ურთიერთობებში. ეს არ აუცილებელი, იმიტომ რომ თქვენში აქ ღვივდება წრომანების დანახვის, ზედმეტი პირდაპირობის და კრიტიკულობის გამოვლენის ტენდენცია. რაც გამოიყვანს სწორბედან თქვენს პარტნიორს და შეიძლება გახდეს კონფლიქტების საბაბი. ამ ტენდენციებს მიაქციოთ ყურადღება. თუმცა ეს ამშვენად რომ ადრეული დაუშვათ თქვენი საქმიანობიდან ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ეს ასკვლელი უბრალოდ სასკეთოთ შეცვლის თქვენს გუნება განწყობას. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პრინციპში თქვენი დროა. შემოგარგებო სასწორებო მზე, მაინც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს გარდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხელს უწყობს ახალი გეგმების დასახვას, გარკვეულწილად მატერიალიზაციას, საკუთარი თქვენი ნიჭის, უნარის ახლებურად გამოვლენას და წარმოჩენას და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ყველაფერი კარგია, შემოქმედებითი კუთხითაც საინტერესო პერიოდია, მაგრამ რადგან მაინც ჯერ კიდევ წყალქვეშა დინებების პერიოდი გრძელდება და ამ მხრივ თქვენ არ გაგიმართლოთ, იმიტომ რომ თითქმის მთელი პერიოდი რაც მზე სასწორშია და დამიწაურებულ ერგობელში. ამიტომ ეს არ უწყობს ხელს რომ ბოლომდე მოხდეს რეალიზაცია თქვენი წარმატებების. ან აქ ახლა ამ შემთხვევაში არ გაგიღებთ იმ იღბალმა, იმიტომ რომ ახლა თქვენ რო გქონოდათ აი ამ პერიოდში მაგალითად ოქტომბერში პოზიტიური ენერგოველი, გაცილებით მეტ წარმატებებს მიაღწევთ. თუმცა ახლა წვებისგან განსხვავებით წარმატების შანსი თქვენ მაინც ყველაზე მაღალი გაქვთ, მაგრამ აი წყალქვეშა დინება რაში მდებარეობს, რა გიშლით ხელს. აი მაგათად გაუგებრობებმა შეიძლება ჩინონ თავი კიდე ამ კვირაში. ვისთან მაგათად პარტნიორულ ურთიერთობებში, ხელმძღვანელებთან კონტაქტში, კონკურენტული ბრძოლა საკმაოდ ძლიერია, ირგვლივ ადამიანებზე დამოკიდებულება თქვენი ასევე საკმაოდ ძლიერი ზეგავლენის არის. აი ეს ხელის შემშელი ფაქტორები ცოტა მეტად გიშლიან ხელს, მაგრამ ამისთან მიუხედავად მაინც წარმატების შანსი თქვენ გაქვთ. უდავოდ თავარი არაფერს არ შეუშინდეთ, სხვის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ და რა იდეები, პროექტები, მიზნები გაქვთ, მაქსიმალურად ეცადოთ თქვენების ყოფით ისინი განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდი ამშვათ მორიელებო ერთი კვირაც, ცოტა მოითვენეთ. შემდეგ კვირიდან უკვე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავა, მზე მივახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მორიელს და დაგეწყება ძალიან საინტერესო უახლოესი ერთთვიანი პოზიტიური პერიოდი, ვარსკვლავური თქვენი დრო, მაგრამ იქამდე კუდი არ მოექნიოს ამ წინა პერიოდისა. და ამიტომ ვიღოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ ფარუნტრებს აქ არ ძინავთ კონკურენტული ბრძოლა, მოშორნეები აქ მეტად იჩენენ თავს, თქვენ საწინააღმდეგო ჭორები, ინტრიგები, ამიტომ
ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიწავით, ზედმეტს ნუ ვილაპარაკებთ, არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ. აი ყოველდღიური ვალდებულებები გაქვს შესასრულებელი, კინტ ოჯახში, კინტ სამსახურში, აი შეასრულეთ. შვიდდაწყნარად გამოაძინეთ საკუთარი თავი, მიეცით ორგანიზმს ცოტა მეტი დასვენების საშუალება, ბუნებასთან კონტაქტი იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ აქ პარტნიორთა მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი, კონკურენცია იქნება საკმაოდ მაღალი და ასე შემდგომ და უნდობლობა შეიძლება წარმოიქმნას დაუშვათ და ეჭვიანობა თქვენსა და ერგულეყოფ ადამიანებს შორის. ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს კამოთი, ამას მოვერიდოთ მაქსიმალურად. მაგალითად, მოგზაურობის კუთხით, ყოველდღიური საქმიანობისთვის, დაუშვათ ცოტა მეტი დასვენებისთვის, კი ბატონო, ეს პერიოდი იქნება ძალიან კარგი და ეგ შემდეგ კვირიდან უკვე გაილაღებთ და გაცილებით მეტი შანსები გექნებათ წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ერგოტონუს თქვენ არ უჩვევით, ჯანმრთელობა მდგრადი, ენერგია საკმარისად გაქვთ, ამიტომ ამ შეუძლია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, კარგი ლიდერული თვისებების გამოვლენა, გონებამახვილობა, საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, გარკვეულწილად მათი რეალიზაციაც კი. თუმცა აქვე მოდით ამშვით რომ ეს პერიოდი აღნიშნოთ რომ ცოტა რთულია ასევე თქვენთვის კოლექტიური ძალისხმევისთვის. აქაც თქვენ როგორც ლომს ინდივიდუალური საქმიანობა უფრო მეტად მოგიხდება და უფრო წარმატებული იქნება. თუმცა ესეც აღნიშნოთ რომ დაძაბულობას აშკარად იქნობს რომ თქვენ სირგვლივ ხდება აქ. და აღნიშნოთ რომ ზოგიერთ გეგმას დაჭირდება კორექტირება. იმიტომ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებიც გარკვეულ კორექციას მოითხოვენ ზოგიერთ თქვენი მოქმედებისაგან. და ამშვით ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას ენას გველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით ესე იმოქმედეთ, მაგრამ გარკვეული რეფორმების ჩატარება უკვე შეგიძლიათ. თუ იქნება ეს კარგად მოფიქრებული რეფორმა, შეიძლება უკავშირდებოდეს მეთოდოლოგია, შეიძლება თქვენს ურთიერთობებს უკავშირდებოდეს, შეიძლება გარეგნული იმითსაც კი ბატონო, ესეთ რაღაც სიახლეების შემოტანა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. თუმცა ფეიკების ალბათობა ინტერნეტით ჯერ კიდევ მაღალია. აქ ამიტომ ცოტა გადაამოწმოთ ინფორმაცია და ესე ადვილად ინტერნეტ fake news-ებს მეტომატეს არენდოთ. თხის გაზ რაც შეეხება ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი, ამიტომ ნუ გადაიღლებით, დაიღალეთ თუნდაც არ გადაიღალოთ, ამას მოგცეთ ყურადღება და ცოტა მეტი სიფრთხილე რის მიმართ. აი აქ მოდით აღმოჩნდეთ რომ ურთიერთწინააღმდეგობები თქვენსა და კოლეგებს შორის და უშუალოდ ხელმძღვანელებს შორის იქნება საკმაოდ მაღალი. ამიტომ მეტი ტაქტი თავდაჭერა დიპლომატია გმართებთ მათთან მიმართებაში, ასევე ოჯახის წევრებთან. შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს, ამიტომ იქნება ზედმეტად ჯიუტი და ხისტი. აქ ცოტა რბილად ეცადეთ ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა არ დაიძაბოს ზედმეტად ურთიერთობა და უშუალოდ ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას შეიძლება მოგეხდეთ ისო ძველი საქმეების დასრულება, ძველი პრობლემების მეტად გადაწყვეტა და სწორედ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ხელმძღვანელ პირებთან. ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული უკვე შემდგომი თქვენი კარიერული წინსვლა და შემდეგი კვირა თქვენთვის გაცილებით უკეთესია. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება მერწყულებო აპრილის კოლისა პერიოდი საინტერესო უდაოდ, მაგრამ ცოტა რთული. ენერგოტონუს არ უჩვევით, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, გონებამახვილი, კომუნიკაბელური, ანუ შესაძლებლობები ძალიან კარგი გაქვთ, ახალი იდეების წარმოჩენა, რეალიზაცია, ახალი პროექტები და ასე შემდგომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ ცოტა სირთულეების გადალახვით. პროფესიონალურ სფეროში, მაგალითად, ცოტა რაღაც პროექტები შეიძლება გაიჭიროს, ისე არ წარიმართოს, ან მეტი ძალისხმევა დაჭირდეს, ვიდრე თქვენს გეგონათ თავიდან. რაღაც ცვლილებები მოსალოდნელია, მოდი ასე ვთქვა თქვენ ცხოვრებაში და ცოტა შეიძლება ზოგჯერ ქაოსურმა სიტუაციებმა იჩინონ თავი, მეტომატეს თუ სულ სწრაფი ხარ და ჩქარობთ ამ შემთხვევაში. მოდი წავნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას თქვენ კარგი გაქვთ პერიოდი მოგზაურობის კუთხით. აი უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, უცხოენობის ათვისება, ერთობლივი შეიძლება მათთან პარტნიორული თანამშრომლობა, თუნდაც უცხოეთში მოგზაურობა, ეს იქნება დაუვიწყარი ახსოვსი შტაბის-ჭრილებებით მოვლენა. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ნუ ჯერ კიდევ ცოტა რთულია ეს კვირა. შემდეგ კვირიდან დაგეწყებათ გაცილებით უკეთესი პერიოდი, მაგრამ ამ კვირაში მოდით ცოტა ყურადღებით ვიღოთ, იმიტომ რომ აქ გარკვეულწილად შეიძლება აღმოჩნდეთ ისევ კრიტიკის ქარცეცხლში ურთიერთგაგება, შემცირებულია თქვენსა და ერგულეყოფ ადამიანებს შორის. აი ეს პერიოდი არ არის სასურველი მოგზაურობისთვის, იგივე უცხოეთში მივლინებისათვის, აქ სირთულეები მეტი გექნებათ და კვლავ სიფრთხილე საბუთებთან მუშაობის დროს შეიძლება საბუთები დაგიკარგოთ, ან არასწორად იყოს გაფორმებული და ამას არ მოყოლოს მერე პრობლემები, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ამას მოგცეთ ყურადღება, თუმცა
შემოქმედებითი მუშაობისთვის თქვენი ნიჭის უნარის გამოსავლად, პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და სპორტული ვარჯიშების აღონიზებებისთვის კვლავ ეს პერიოდი რჩება საკმაოდ კარგი. რაც მეტად ენას გულს დააჭერთ, საიდუმლოს დაიცვალ და არ გათქვათ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ, მით მეტად წახვალ წინ. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია და მათი ასტროპროგნოზი 13-19 ოქტომბრის შუალედში. ეხლა ცალკეულ დღეებს მივხედოთ შემდეგი კვირისა, ხვალინდელი დღე, მაგალითად 13 რიცხვი ოქტომბრისა, რაც გვიქადის ორშაბათი დღეა, გეომაგნიტურია და გეომაგნიტური გვაქვს ზედიზედ ახლა 3 დღე შემოგარგებო, მიაქცეთ ამას ყურადღება ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი. ანუ 13, 14, 15 ოქტომბრის დღეები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ესეთ ზედიზედ მოდის გეომაგნიტური დღეები, განსაკუთრებული ყურადღება მათ შორის ხანდაზმულებს, ან დაუშვათ მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს, იმიტომ რომ ასე დროს რადიკალურად იცვლება ასევე დედამიწის გეომანტიასთან ერთად ადამიანის გონება განწყობა, რაც განპირობებულია უპირველეს ყოვლისა სწორედ წნევის ცვალებადობით. ამიტომ თუ რაღაც დისკომფორტი იქნებ ამ 3 დღის განმავლობაში ხვალზე გმაზე, ესე იგი აუცილებლად პირველ რიგში მიაქცეთ ყურადღება წნევას. გაიზომეთ, თუ აუცილებლობაა ყავა გამოიყენეთ დაბალი წნევის შემთხვევაში, მაღალი წნევის შემთხვევაში ცოტა მეტად, ასე ვთქვათ, წამალი. თუმცა დაბალი წნევის შემთხვევაში ყავასთან აუცილებლად წყალი. ეს ძალიან დაგეხმარება ცხელში წყალს, რაც მეტად მიიღებთ, ეს აწევზევით კიდევ თქვენ წნევას, თუ იგი დაბალია და ამით უფრო ადვილად გაივლით ამ დისკომფორტულ გეომაგნიტურ დღეებს. ხვალინდელ დღეს რაც შეეხება გეომაგნიტურის გარდა, ხვალ მიიღეთ მონაწილეობა კოლექტიურ საქმიანობაში, ნუ გასცემთ შეუძლებელ დაპირებებს სამუდროულად. ერთგვარი კარმული გამოცდის დღეა. სამყარო თქვენი მიზნების სიმტკიცებს შემოწმებს. ამიტომ თუ რაღაც მიზანს, თქვენს მიზანს არ მიეცა შესაბამისი მსვლელობის შესაძლებლობა, ის იცოდეთ, რომ სამყარომ უარი თქვა, იმიტომ რომ ეს მიზანი არ იყო, ასე ვთქვათ, საჭირო განხორციელებისთვის ან არასწორად დაიგეგმა. მოიმატებს სხვა ხასიათში შური და ეჭვიანობა ადამიანებში და ზედმეტ ზრუნველობას პარტნიორ ურთიერთობებში ხვალ ნუ გამოავლენთ, თორე ამაზე შეიძლება მოყვეს გარკვეული პრობლემებიც. სამაგიეროდ შედეგიანი კბილების, სახსრების, მუხლების, ძვლების, ხერხემლის კურნალობა და ასევე დიეტური კვება. საკვებ რაციონიდან კი გამოვიღოთ მწარე და ზედმეტად მარილიანი საკვები. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი. სამაგიეროდ ხვალინდელი დღე კარგია კულინარიისა და ფოტოგრაფიისათვის. დადებითია ხვალინდელი დღე კუროს, კერჩხების და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 14 ოქტომბერს, ეს უკვე სამშაბათი დღეა, იცით უკვე რომ გეომაგნიტური ეს დღეც, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება წნევას დისკომფორტის შემთხვევაში და მიაქცევთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ანუ სხვანაირად უკურსო მთვარეს უწოდებთ ჩვენ ასე მას. იწყებს იგი ამოქმედებას დილის 9 საათიდან და 14 საათამდე 59 წუთამდე გასტანს. აი ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი, აქ მოდით ეს თქვენ მოულოდნელი მოდი ასე ვთქვათ, ყურადღების მოდუნებისა. ახლა ეს ყურადღების მოდუნება თქვენ თუ ამ დროს ტელევიზორს უყურებთ, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ამ დროს ხართ საჭესთან, უკვე პრობლემაა. ამიტომ ძღოლებს ქვეითად მოსწავლეებს სამშაბათს დილის 9 საათიდან 14 საათამდე 59 წუთამდე მაქსიმალური ყურადღება ესაჭიროებათ, იმიტომ რომ ყურადღების მოდუნება შეიძლება მათ ტრავმულ აღრეულ ტენდენციებად დაუჯდეს. და 14-ში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა სამშაბათს, სწორედ სამშაბათიდან 7 ნოემბრამდე, სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა, ნუ უკვე რეალურად ეს დაიწყებს ამოქმედებას ორშაბათიდან, მაგრამ ნუ განსაკუთრებული ძალის ზეგავლენა უკვე ამისი თვალსაცემი გახდება სამშაბათიდან. და პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორე ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად შემოიტანს მათ შორის პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებშიც მშვიდობიანობას, დიპლომატიურობას, კომპრომისების უნარს, სამართლიანობას, სილამაზესა და ხელოვნებისადმი მიდრეკილებებს ადამიანებში, დიზაინისა და არქიტექტურის განვითარებას ხელს შეუწყობს, თუმცა განავითარებს ასევე რას? ადამიანებში ცოტა სუსტრაფობას, მერყეობას, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენციებს, რაც ითხოვს ყურადღებას, რათა ამ ნეგატიურმა თვისებებმა არ შეუშალონ ხელი ჰარმონიულ განვითარებას პარტნიორულ ურთიერთობებისა.
სამაგერად ეს მოვლენა მეტად განავითარეს პარტნიორულ კოსმეტიკურ ინდუსტრიას, იურისპრუდენციას, სოციოლოგიას, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრს, დიზაინს, არქიტექტურას, სამოდელო სფეროს და რასაკვირველია აქ ფინანსებიც სათანადოდ ჩაიდება. რაც შეეხება თვითონ დღეს, სამშაბათ დღეს, აქ სასიყვარულო ცნობების და ფინანსური შეცდომების ალბათობა ამ დღეს მაღალია გაითვალისწინოთ. პარტნიორ ურთიერთობებში მეტად, მოდი ასე ვთქვათ, უწილადეთ ერთმანეთს სიყვარული. და დღის მეორე ნახევარში კი მეტად გავუფრთხილდით გულს იზარღვან სისტემას. აქ ზედმეტად ნუ გადაღლით და გულს და ზედმეტად ასე ვთქვათ, ნუ ინერვიულებთ. სწორედ ჯანმრთელობის კუთხით დღის პირველ ნახევარში სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, მეორე ნახევარში გულს იზარღვანი სისტემა და ხერხემალი. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში აი ამ დროის მონაკვეთებში არ იქნება სასურველი. ნუ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. ყველაზე კარგია სამშაბათი ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანდათვის. 15 ოქტომბერი ეს უკვე 4-შაბათი დღეა. აქაც გეომაგნიტური ვითარება გვაქვს, ამიტომ თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, წნევას მიაქციეთ ყურადღება და შესაბამისი წამლებით და სხვა სახის პროფილაქტიკით მიიყვანეთ თქვენ მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ნორმალურ მდგომარეობამდე და დღე კარგია მშენებლობის დასაწყებად. ამავდროულად არ აყვეთ არანაირ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა 4 შაბათს მაღალია. მოვერდოთ ასევე აქ სარისკო მოქმედება. შესაძლებელი იქნება ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების წინაშე დადგეს ზოგიერთ თქვენთაგანი, თუმცა გაადვილდება მაგალითად 4 შაბათს მიზნის მიღწევა. ამავდროულად მოიმატებს ინტუიცია, რომელსაც დაყრდნობით გაცილებით სწორ არჩევანს გააკეთებთ. კატეგორიულად 4 შაბათს იგრძალება ტრაბახი და ნუ იქნებით ზედმეტად ამპარტავანი და პრეტენზიული. ეს შექმნის მხოლოდ პრობლემებს განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ასევე შეიძლება აღმოჩნდეთ ახალი ნაცნობობის ფაქტორის წინაშე. და აუნიშნოთ ისიც, რომ აი ვისაც განზრახული ფანჯრების შეცვლა. 4 შაბათი დღე აი ამ კუთხით ძალიან კარგია. ჯანმრთელობას რაც შეეხება სუსტდება გულს იზარღვან სისტემა, ხერხემალის ზონა, ამიტომ მოვერიდოთ იმას, რაც ძალიან ამზიმებს გულის მუშაობას. მაგალითად რა, აქ შედის სოლარიუმი, აქ შედის საუნა, აქ შედის ნერვიულობა, აქ შედის სიმძიმეების დარება, ზედმეტი გადაღლა ფიზიკო-ემოციური, აი ამისგან მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. და რასაკვირველია ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი 4 შაბათ დღეს. მივადექით 5 შაბათს, 5 შაბათი უკვე 16 ოქტომბერია. აქაც მიაქციეთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში ახტანზე გავლენას დილის 9 საათიდან საღამოს 22 საათამდე 8 წუთამდე გასტანს. იგი და ამ პერიოდში ისევ და ისევ ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დროს არასასურველი ტრავმებისა და ავარების. ესე იგი ძღოლება, კვეთად მოსარულებო, 5 შაბათი განსაკუთრებით ფრთხილად გაატარეთ აი დროის ეს მონაკვეთი. და ეცადეთ 5 შაბათს არ დაარღვიოთ კანონები. შესაძლებელი იქნება ფინანსური საკითხების მოგვარება, საქმეების დასრულება, დავების მოგვარება, პარტნიორ ურთიერთობებში მოერიდეთ საყვედურებს და ძველი წყენის გახსნებას. ეს მხოლოდ გაამწვავებს ურთიერთობებს. სამაგერად შედეგიანია 5 შაბათს თვალების, ნერვული სისტემის, ვენების კურნალობა, თუმცა კვლავ და კვლავ ცოტა მეტად გავუფრთხილდეთ გულს იზარღვან სისტემას. არავითარი ნერვიულობა, საუნა, სოლარიუმი, სიმძიმეები, ფიზიკურ-ემოციური გადაღლა, ეს ყველაფერი იგრძალება ასევე 5 შაბათს. ამისგან ვიღოთ შორსა და ამას არ მოყვის მერე სხვა სახის პრობლემები და სირთულეები. სამაგერად 5 შაბათი კარგია ახალი თანამდებობის დასაკავებლად. ახალი შეიძლება სამსახურის დასაწყებად. აი მხრივ კი მას კულტურულ გასართობ ღონისძიებების ჩართვა იქნება ძალიან კარგი და ნაყოფიერი და ჯანმრთელობის კუთხით რადგან გულს იზარღვანი სისტემა და ხერხემალი სუსტებიან, ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში ნუ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა თავისთავად არ არის სასურველი. და დადებითია ეს დღე შვილდოსანთათვის და მერწყულთათვის. და პარასკევს რთულ სიტუაციაში უმჯობესია გაჩვენოთ. ეს უფრო მომგებიანი იქნება. კარგია ეს დღე სამაგერად მშენებლობისთვის, ჯანმრთელობის გასამაგრებლად, ძველი ნაცნობობით სარგებლობისათვის. ამავდროულად ავარიული ტრავმული ტენდენციების ალბათობაც მოიმატებს. აუცილებლად ზედმიწევნით უნდა დაიცვათ ადრე დასახული გეგმები. პარტნიორ ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, კრიტიკული და მეწარმოვანი, ზედმეტად პირდაპირი და მომჭირნე. ეს შექმნის მხოლოდ დისონანსს ამ ურთიერთობებში. და ამავდროულად მოდით ავნიშნოთ, რომ თქვათ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება
პარასკევს ნაწლავთა სისტემა ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. პარასკევი ძალიან კარგია დალაგება დასუფთავებისათვის და ასევე ქიმწვენდისათვის. Ყველას კარგია ეს დღე მორიელის, თხისქას, თევზების, ოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. Რაც შაბათ დღეს ეს დღე გეომაგიტურია, ამიტომ რადგან გეომაგიტურა, ესე იგი რა უნდა ვქნათ, ეს პირველში გეომანტია ნიშნავს რას, რომ შეიძლება მოხდეს უცებ ხასიათის შეცვლა და დაკავშირებული ეს იქნება წნევის ცვალებადობასთან ოპერაციასთან. ამიტომ წნევას მიაქცეთ ყურადღება შაბათს თუ აუცილებლობა გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა ან ყავით აწიეთ დაუშვათ და წყლის მიღებით მეტი რაოდენობით წნევა, რათა უკეთ იგზნოთ თავი. და შაბათს კარგად გადახედეთ მიღებულ წინადადებას, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, იჩქარებთ. მოემატებს აქ ცოტა ადამიანებში მოტყუების ტენდენცია, მხოლოდ გადაუდებელი საკითხების გადაჭრა იქნება შესაძლებელი შაბათს. პარტნიორთებებში იქნებით ზედმეტად მეწრულმანი მეორე პირდაპირი და ეს გამოიწვევს მხოლოდ კამათს და უსიავნებებს. და უნიშნოთ ისიც, რომ აქ ცოტა ძლიერდება სექსუალური ენერგია. ამიტომ ამ მოძალებულ სექსუალურ ენერგიებს გარდა აქვთ, როგორც ზოგიერთს ემართება ეს აგრესიაში, კონფლიქტში და ურთიერთობათა გარჩევაში. აი ამას მივაქციოთ ასევე ყურადღება. და ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ ნაწლავთა სისტემა ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. და აღნიშნოთ, რომ ყველას კარგია შაბათი კუროს, კირჩხების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება კვირა დღეს, უკვე 19 ოქტომბერია, აქ პირველ რიგში ღამის საათებით ყურადღებას ღამის პირველი საათიდან დილის 8 საათამდე 4 წუთამდე ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული ანუ კურსო მთვარის პერიოდი რომისობისას ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში. ადრეულ პერიოდში ამას არ გამახვილებთ დიდ ყურადღებას, მაგრამ რადგან ეხლა ღამეც კი ცხოვრება ჩქებს ჩვენს ქალაქებში და მეტუმეტესად თბილისში ღამე არ მარტო ღამის კლუბები, არამედ ზოგიერთ აეროპორტში მიდის და შემკობნა საკმაოდ ინტენსიური მოძრაობა. ამიტომ მათ საყურადღებოდ მინდა კიდევ ერთხელ მძღოლებს და ქვეითად მოსწავლებს ვთხოვოთ, რომ ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება გმართებთ. იმიტომ რომ მოდუნება ყურადღებისა ამ დროს შეიძლება იყოს გამოწვევი მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. და 19-ში კვირას ზუსტი ფორმულირება თქვენი მიზნებისა მეტად ხელშეუწყობს პარტნიორებთან სირთულეების გადალახვას. კარგი აქ გეგმების პროექტების დასახვა, ახლობლებთან ურთიერთობა, გამახვილდება მხარდაჭერა, კომუნიკაციის შესაძლებლობა, პარტნიორთებებში ჰარმონიული კავშირების დამყარება უფრო მეტად შესაძლებელი იქნება სწორედ ამ პერიოდში და კარგი დროა კოსმეტიკური პროცედურებისათვის მაგალითად. ამავდროულად მიიღებთ ბევრ სითხეს, მარილიანს საკვებს და ასევე თხილს, თაფლს და სხვა ალერგიის გამოწვევ პროდუქტებს კვირა დღეს. აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით აქ სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის პარისებრი ჯირკვალი, თირკმელების ზონა. და პოზიტიურია შემდეგ კვირა ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს რაც შეეხებოდა შემდეგი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს, ახლა ვისაც აქვს განზრახული ამ შემდეგი კვირის განმავლობაში თმის შეჭრა. მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნოთ, რომ ორი დღე გვაქვს კარგი და გამოიყენეთ, ეს არის 13 რიცხვი, ანუ ორშაბათი დღე და 18 ოქტომბერი, რომელიც უკავშირდება შაბათ დღეს. აი ეს ორი დღე თმის შეჭრისთვის კარგია. დანარჩენ დღეებში მოვერიდოთ ამ საქმეს თავი, იმიტომ რომ შეიძლება მერე პრობლემები მეტი შეიქმნოს. რაც შეეხება მათ, ვინც ფინანსებთან, ბიზნესთან არის დაკავშირებული, აი მათ საყურადღებოდ მოიტანხმოთ, რომ 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აი 13-15. კარგია რისთვის ეს დღეები ახალი შემოსავლის, ასე ვთქვათ, ძიებისათვის. იმიტომ რომ შეიძლება მართლაც იპოვოთ ახალი შემოსავლის წყარო. 1. თუმცა ის პროექტები, რომელიც ვერ განხორციელდა ან გულაცრუება გამოიწვია თქვენში, ამ დღეებში შეიძლება სწორედ დაასრულოთ და საბოლოო წერტილი აქ დასვათ. რაც შეეხება 16-19 ოქტომბრის შუალედს, აქ უკვე არის მაღალი, ასე ვთქვათ, რისკი იმისა, რომ შეიძლება აღმოჩნდეთ ილუზიების ფერხულში. და შეცდომა დავუშვათ. ამიტომ რაც შეიძლება იაზროვნეთ არაფანტაზიებზე დაყრდნობით ამ პერიოდში, არამედ რაც შეიძლება ასე ვთქვათ რეალისტურად, რომ ამდაგვარი შეცდომები არ დაუშვათ და სხვათა ზეწოლის ქვეშ ეცადეთ აქ არ მოხდეთ. რისი ტენდენციაც არის. რაც შეეხება გზებს, დავუშვათ მოძრაობას, მოგზაურობას და შემდგომ,
აი 13 რიცხვი არის ძალიან კარგი. ორშაბათი ამ შემთხვევაში ხელს უწყობს მგზავრობა მოგზაურობას, ხოლო 14-დან უკვე 19 ოქტომბრის ჩათვლით მატულობს უკვე ტრაუმულ ტენდენციების წარმოქმნის შესაძლებლობა. შეიძლება ტექნიკურმა პრობლემებმა, გემანქანასთან დაკავშირებით, ტრანსპორტთან დაკავშირებით მეტად იჩინოს თავი, ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილე ყურადღება გმართებთ უკვე მგზავრობა მოგზაურობის მიმართ. სასკოარულო პარტნიორულ ურთიერთობებს რაც შეეხება, ახლა რას უკვე გასაგები ადამიანს თუ უცებ ჭირდება წასვლა, ის უნდა წავიდეს თავითავად, მაგრამ მეტი ყურადღება გქონდეთ მაგათ ბარგის მიმართ, სხვებს დაუშვათ თუ მიდიხართ დაუშვათ ავტობუსით, ზედმეტად არ წაეკამათოთ რაღაც საკითხებზე, რისი ალბათობა მატულობს. მანქანა თუ თქვენ მიდიხართ საკუთარი მანქანით, უნდა მაქსიმალურად ტექნიკურად გამართული, ამაში უნდა დარწმუნებული ამას მერე სხვა სახის ტექნიკური პრობლემები არ მოგვეც და აი ამას გულისხმობთ, რომ ცოტა მეტი ყურადღება სიფრთხილეა საჭირო და საჭესთან არ მოდუნდეთ. არავითარ ზედმეტი ჩაფიქრებები და ასე შემდგომ. აი ეს არის აქ გასათვალისწინებელი. რაც შეეხება სასკოარულო პარტნიორულ ურთიერთობებს, ესე იგი 13-15 ოქტომბრის დღეები კარგი არისთვის, რომ აი დავუშვათ დიდი ხნის განმავლობაში გინდოდა დაგესრულებინათ რაღაც ურთიერთობა, რომელიც უკვე დრომოჭმულია, კონფლიქტის მეტს არ მოიტანს იგი, აი აქ შეგიძლიათ დასვათ უკვე ბოლო წერტილი. ხოლო 16-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით მოერიდეთ ყველა სახის საიდუმლო სასკოარულო ურთიერთობებს. მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. და ასე შემდგომ. მაგრამ აი რაც შეეხება ურთიერთობებს პარტნიორულს მეტი ტაქტი თავდაჭერა კვირის მეორე ნახევარში. რომ ეს ურთიერთობა უფრო ჰარმონიულად რაც მეტად იგი წარმართება ლამაზი კომფორტული დიზაინის პირობებში. იქნება დაკავშირებული კარგ სურნელთან. აი ეს ყველაფერი უფრო მეტად გაალამაზებს თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. და ვისაც აქ განზრახული მკურნალობის დაწყება. მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე კარგი დღეები ჩვენ გვაქვს ამ კვირაში მკურნალობის დასაწყება 14 და ასევე 19 ოქტომბრის დღეები. და არ ვარგა მკურნალობის დაწყება 17 ოქტომბერს. ეს დღე გამოტოვოთ. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია, საშუალოა მკურნალობის დაწყების კუთხით. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას 14, 17, 19 ოქტომბრის დღეები კარგია. და დარჩენილი დღეები ნეიტრალური. ანუ ცუდი როგორც ესეთი არც ერთი არ არის. რაც შეეხება ხიშიკულებების დადებას, ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 13, 14, 18, 19 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა 17 ოქტომბრის დღე. დარჩენილი დღეები აქაც საშუალო. ქორწინებისთვის ყველაზე კარგია 17 და 18 ოქტომბრის დღეები, თუმცა 13 ოქტომბერიც საკმაოდ კარგია. და ცუდი არც ერთი არ არის. დარჩენილი დღეები ნეიტრალური. ამიტომ ქორწინების კუთხით ეს კვირა სავსებით მისაღები. ვისაც აქვს განზრახული ბინის ყიდვა, გაყიდვა, დაუშვათ ახალ ბინაში გადასვლა, ყველაზე კარგი დღეები გაქვს 14, 15, 19 ოქტომბრის დღეები და არ გივარგათ 17 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო საქმიანობისთვის ყველაზე კარგია 15, 16, 17 ოქტომბრის დღეები. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია, იმიტომ რომ არც ერთი ცუდი არ არის, რო იტყვიან. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგი იქნება 13, 17, 18 ოქტომბრის დღეები და არ ვარგათ 16 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ეხლა რაც შეეხება უკვე იმ დროს, რომელიც უკავშირდება საფინანსო რიტუალებს და იმ მოქმედებებს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვინც ნაკლებად არის დაუშვათ ჩვენს გადაცემაში ჩართული და შეიძლება ახლა შემოგვიერთდა, მათ საყურებლად აღვნიშნოთ, რომ საფინანსო რიტუალები ნიშნავს გარკვეულ მოქმედებებს, რომლის მეშვეობით თქვენ შეგეძლიათ ამა თუ იმ მოქმედებით, ამა თუ იმ დღეს მოიზიდოთ ფინანსური ენერგია, გაუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, ან პირიქით განეზიდოთ იგი და ფინანსური სირთულეები მეტად შეიქმნათ. აი რა მოქმედებები უწყობს ამას ხელს და როდის. ხვალ მაგალითად 13 ოქტომბერს, თუ ენა დღეს, აი დღეს მაგალითად კარგია ნებისმიერი მოქმედება იზიდავს იგი საფინანსო, ასე ვთქვათ, ენერგიას, ხოლო არ ვარგა საკუთარი ფულის გადატვლა, ფულის ვალში აღება გაცემა. აი დღევანდელი დღე ამისთვის არ ვარგა. ხვალინდელ დღეს რაც შეეხება 13 ოქტომბერს, აქ კარგია ვალის დაბრუნება, საათის შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაეხედავთ, თორე თქვენი საფულედან წავა თანხები. რაც შეეხება 14 ოქტომბერს, ეს უკვე სამშაბათი დღე, აქ კარგია სწორედ თქვენი ფულის გადათვლა, ფულის ვალში გაცემა, აღება, კრედიტის გაფორმება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. 15 ოქტომბერს სწორედ კარგია კაპიტალ დაბანდება, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება. 16 ოქტომბერს ხუთშაბათს კარგია საიუველირო ნივთების შეძენა, გააძლიერებს ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ არ ვარგა ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში.
17 ოქტომბერს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ის მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს თქვენდამი, მაგრამ არ ვარგია ინვესტიციების გაკეთება. 18 ოქტომბერს შაბათს კარგია ვალის დაბრუნება, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 19 ოქტომბერს კარგია კაპიტალ დამოდება, არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ან აღება. აი ეს ვთქვათ მოქმედებები გავითვალისწინოთ, რათა ამით გავაძლიეროთ ან შევამციროთ ასე ვთქვათ ფინანსური ენერგია და ფინანსური შესაძლებლობები. ეხლა რაც შეეხება ანგელოზის დროს, ეს ის დროა იცით რომ მშობისას თქვენ გაქვთ საშუალება რომ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ ეს თქვენი თხოვნა ადეკვატური იმისა, რასაც იმსახურებთ, ზოგადად ამას მიიღებთ. თუ არ არის ადეკვატური და ზედმეტ ითხოვთ, ხადი ამას ვერ მიიღებთ, მაგრამ ის რომ თქვენ ამ პერიოდში ნამდვილად გააგონებთ თქვენს ფარველ ანგელოზს, თქვენი თხოვნას ეს უდავოა. აი რა პერიოდებია ეს, მაგალითად დღეს უკვე გაიარა ამ დრომ, დილის საათები იყო, აი 13-ში მაგალითად ხვალ ანგელოზის დრო იწყება 13 საათზე 45 წუთზე და გასტანს 14 საათამდე 40 წუთამდე. აი ამ პერიოდის სრულობისას თუ გინდათ დაუთმეთ ამას 9 წუთი, თუ გინდათ დაუთმეთ 9 საათი ასე. თქვენზეა დამოკიდებული რამდენ ხანს გასტანს თქვენი აქ ლოცვა და მიმართვა ფარველი ანგელოზისადმი. 14 უკვე ოქტომბერი სამშაბათია, დილის 7 საათიდან 20 წუთიდან დილის 8 საათამდე 10 წუთამდე გასტანს იგი. 15 რიცხვში 4 შაბათს ანგელოზის საათი იწყება დღის 13 საათზე 5 წუთზე, გასტანს 13 საათამდე 50 წუთამდე. 16 ოქტომბერს 5 შაბათს იგი იწყება დილის 9 საათზე 12 წუთზე, გასტანს დილის 10 საათამდე 5 წუთამდე. 17 ოქტომბერს პარასკევს დილის 10 საათიდან 11 წუთიდან, დილის 11 საათამდე 3 წუთამდე. 18 ოქტომბერს შაბათს დღის 13 საათიდან 10 წუთიდან, დღის 14 საათამდე 2 წუთამდე გვაქვს ანგელოზის საათი და 19-ში შემდეგ კვირა დღეს დილის 9 საათიდან 16 წუთიდან, დილის 10 საათამდე 12 წუთამდე გასტანს იგი. ეს რაც შეეხება ანგელოზის სწორედ დროს. ეხლა უკვე რაც შეეხება იმ თემას, რომ ჩვენ დავიწყეთ წინა კვირას და მოიხსენებათ, რომ იგი ეხებოდა ნუმეროლოგიას, იმიტომ რომ ეს ის თემა, რომელიც დიდი ხანია აინტერესებდა ჩვენს მაყურებელს, მართალია მე ამაზე მქონდა საუბარი, მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ უკვე ახალი თაობაც წამოიზარდა და ინტერესიც უკვე სხვანაირი გაჩნდა, იმიტომ რომ ნუმეროლოგიაც უფრო მეტად გაფართოვდა, განვითარდა და აი სწორედ აქედან გამომდინარე ნუმეროლოგია, რომელიც ასევე ასტროლოგიასთან მიმართებაში ძალიან ასე ვთქვათ, კარგ კონტაქტშია, შეიძლება ესე ვთქვათ. აი სწორედ ამის შესახებ ჩვენ დავიწყეთ საუბარი წინა კვირას, ახლა გავაგრძელებთ ამ თემას ნუმეროლოგიაზე და აღნიშნოთ, რომ უპირატესობისა გავაცნოთ ციფრთა მნიშვნელობებს, რომლებიც გამოხატავენ ამა თუ იმ პლანეტის, თუ მოვლენის, თუ ადამიანის ვიბრაციის ხასიათსა და თვისებებს განსაზღვრავენ ბევრად. ციფრებს თითოეული ჩვენთაგანი ყოველ დღე ეხება და იყენებს თავისთავად. ჩვენ ვერც კი წარმოიდგენია ჩვენი არსებობა ციფრების გარეშე დღესდღეობით. ყველა ჩვენთაგანს გულის სიღრმეში აქვს რაღაც ციფრები, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს ან თulis, რომ ეს ციფრი მისთვის იღბლიანია. მაგრამ არის ციფრები, რომელსაც მეტი მისტიკური დატვირთვა გააჩნიათ. მაგალითად 3-იანი, 5-იანი, 7-იანი, ან 13 და სხვა. ერთ შეხედვით მარტივი რიცხვი 7 საკმაოდ არახელსაყრელია გამოთვლებისთვის. რამე თუ არ იყოფა სხვა ციფრებზე, მაგრამ სწორედ ამ ციფრს უკავშირდება ყველაზე მეტი სისტემა. მაგალითად, ცისარტყელას 7 ფერი, 7 მუსიკალური ნოტი, კვირის 7 დღე, 7 ძირითადი პლანეტა და ასე შემდგომ. ასევე შეგვიძლია გავახსენოთ რიცხვი 12, რომელიც ადრე ცალკეულ ერთეულს დუჟინს ეგრეთ წოდებულს წარმოადგენდა. 12 მოციქული, 12 თვე, 12 ზოდიაქოს ნიშანი, 12 დაყოფა საათის ციფერბლატზე და ასე შემდგომ. რიცხვი 13 დიდი ხანი ითვლება უარყოფითად. ბევრ ქვეყანაში არსებობს 13 წარსულიანი სახლები, 13 ნომერი, თეატრში ვერ იპოვით დასაჯდომს ამ ნომრით, არ დაფრინავენ თვითმფრინავებით 13 ნომრით. ბევრ ქვეყანაში ამ ნომრის სახლსაც კი ვერ იპოვით ქუჩებში. რა არის ეს დამთხოვება, თუ მის ქვეშ რაიმე არსი იმალება. ხალხურ თქმულებებში ხშირად შევხვდებით აზრს იმის შესახებ, რომ ციფრებს მისტიკური მნიშვნელობა გააჩნია და მოქმედებენ ადამიანის ცხოვრებასა და ბედზე ისინი. დაუბრუნდეთ ციფრ 7-იანს. 1956 წელს ამერიკაში გამოვიდა ცნობილი ფსიქოლოგის მილერის წიგნი, სადაც იგი განიხილავს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსა და ინფორმაციის მიღებასა და twin-ში გადამუშავებას. იგი აღნიშნავს, რომ 7-იანი გარკვეულწილად ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების ერთგვარ ზღვარს
წარმოადგენს, რის შემდგომაც ჩვენი უნარები საგრძნობლად ცირდება. ასე მაგალითად, ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია ერთჯერზე 7 სიტყვაზე, საგანზე ან ციფრზე მეტის დამახსოვრება. ამისათვის მას საჭიროება ამ სიტყვების ან ციფრების მეორეჯერ მოსმენა ან წაკითხვა, ან ინფორმაცია უნდა დაყოს ნაწილებად და ჯგუფებად. და აღნიშნოთ, რომ თუ დაუბრუნდებით ისტორიას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე დასახლებულ ზოგიერთ ხალხს ციფრები დამოუკიდებლად არ გააჩნდა და მათ აღსანიშნავად იყენებდნენ ასოებსა და სიმბოლოებს. ასე მაგალითად, რუსეთში მე-17 საუკუნემდე ციფრები ასოებით აღინიშნებოდა. ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანების საგნები, მოვლენები, თითოეულ მათგანს გააჩნია ინდივიდუალური თვისებები, გამოსახულება და სახელი. სხვადასხვაგვარად, მაგრამ თითოეული მათგანი გარკვეულწილად მოქმედებს ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე, მის შემდგომ ბედზე და განვითარებაზე მოქმედებს ყველაფერი აბსოლუტურად. ოჯახი, მეგობრები, მუსიკა, ფერები და ასე შემდგომ, ადგილი, სადაც ცხოვრობ, დრო, რომელშიც ცხოვრობ და ასე შემდგომ. და ყოველ მათგანს გააჩნია თავის სახელი. სახელი კი ვიბრაცია, ენერგოვიბრაცია, რომელსაც შეესაბამება ასოები და ციფრები შესაბამისი. ადრე თითოეული სიტყვის არსი განესაზღვრებოდა მისი ენერგიით და გაითვლებოდა ციფრული შეჯამების მეშვეობით. ამ მეცნიერებას უწინ გემატრიას უწოდებდნენ. შესაძლოა მკითხველის გარკვეულ ნაწილს და საერთოდ ჩვენი მსმენელის გარკვეულ ნაწილს ახსოვს 70-იან წლებში დიდი ტირაჟით გამოცემული ქართული ანბანის პლაკატი და ბროშურები, რომელზეც ერთმანეთის გვერდით იყო მიწერილი ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ასოები. მათ გასწვრივ კი ამ ასოების ციფრული მნიშვნელობები იყო. სწორედ ეს ასოების ის ციფრული მნიშვნელობები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ქართული სიტყვების და სახელების ენერგიის განსაზღვრისათვის. თავდაპირველად იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორ ვიბრაციას ემსახურება ესა თუ ის ციფრი, ვეცადოთ ზედაპირულად მაინც გავიცნოთ ციფრთა მნიშვნელობებს. როგორც გვახსოვს, ასტროლოგიაში თითოეულ პლანეტას შეესაბამება გარკვეული ციფრი. აქედან გამომდინარე, თითოეულ ციფრსაც შეესაბამება გარკვეული პლანეტა. ერთიან შეესაბამება მზე, იგი აღნიშნავს საწყის, პირველ წყაროს, ყოვლის მოცულობას, ერთსულოვნებას. ერთიანი ყველაფრის დასაწყისია, მიზეზი არსობისა და განვითარებისა. მას უბრალოდ ღებულობთ როგორც წერტილს, რომელიც ყოვლის მოცველია, სრულია და შეუდავებელი. ერთიანი მოიცავს მთელ სამყაროს. იგი ერთდროულად თავის თავში ერთიანებს აქტიურობას და პასიურობას, გაჩენასა და განადგურებას, სიკეთესა და ბოროტებას, შუქსა და ბნელს, ზედმეტსა და არასაკმარის, ქალურსა და მამაკაცურს. ეს სიცოცხლის საწყისია, მისით იწყება რიცხვთა რიგი. იგი მუდამ მოქმედია და სწორედ მისი მოქმედების მოთხოვნილება აიძულებს მას გამეორდეს და გადაიქცეს მომავალ ციფრად, ანუ ორიანად. ერთიანი ცდილობს გამრავლდეს, იგი ისე არის, განაც შედგება ყველა სხვა ციფრი, როგორც წერდნენ ბერძენი ფილოსოფოსები, რიცხვი მხოლოდ ერთიანის გამეორებაა, მაგრამ ერთიანი ეგოისტი და ამპარტავანიც არის. მისი თავის თავზე, მოდი ასე ვთქვათ, ნამრავლი ისევ ერთიანს გვაძლევს. უჭირს თავის დათმობა, შეიძლება ალბათ ესეც ითქვას. ერთიანის გამოსახულება მიგონიშნავს ზეცისაკენ მიმართულ ისარს, ან ზეცისაკენ აშვერილ თითს. ციფრი 1 აღნიშნავს მიზანს, მიზანმიმართულების იდეას, მიმართულებას, შემოქმედებით საწყის, ინდივიდუალიზმსა და ნაწილობრივ ეგოიზმს. იმპულსს მოქმედებისთვის, ესეც ერთიანი. ერთიანი შეესაბამება ანბანის პირველი ასო A. საინტერესოა, მაგრამ ერთიანის დამახასიათებელი ბევრი ცნება სწორედ ასობგერა 10 იწყება. ასეთი აქტიურობა, აგრესიულობა, ავტორიტეტულობა, ავტორიტარულობა, ასკეტიზმი, ამბიციურობა, ამპარტავნება და შემდგომ. ამგვარად ერთიანი ღვთიურობის პირველადობის სამყაროს ერთიანობის სიმბოლოა. მის მახასიათებელ თვისებებს წარმოადგენს ძალა, ენერგია, უნარი, გამძლეობა, აქტიურობა, ინიციატივა, სიახლე, ლიდერობა, ინდივიდუალიზმი, ეგოცენტრიზმი, ტოლვა, დიდებისა და ძალაუფლების მოპოვებისადმი და ასე შემდგომ. ციფრი 2 კი კონტრასტის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისის დაპირისპირების ორ საპირისპირო პოლის შორის მუდმივი ბრძოლისა და ანტაგონიზმის სიმბოლოა. ნებისმიერი ცნება, არსება, მოვლენა თუ ქმედება თავის თავში შეიცავს ორ საპირისპირო მხარეს. განსხვავებულ ტენდენციას იგი ყველგანაა და ერთმანეთს უპირისპირდება, ერთმანეთის შემავსებელ მთლიანობის შემადგენელ, მაგრამ განცალკევებულ იდეებს, სიცოცხლესა და სიკვდილს, პლუსსა და მინუსს, სიცივესა და სიცხეს, სიკეთესა და ბოროტებას, ნათელსა და ბნელს, ქალსა და მამაკაცს და შემდგომ. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ეს დუალიზმი გამოიხატება ინიანის სიმბოლოთი, ანუ ქალური და მამაკაცური საწყისის გაერთიანების არსით. ყველაფერს აქვს თავის საპირისპირო, მომავალი და მიმავალი და მომავალი, დადებითი და უარყოფითი.
ცენტრისკენული და ცენტრიდანული, რაც მთლიანობაში აბალანსებს მდგომარეობას, აწონასწორებს ენერგიებს და ჰარმონიულს ხდის სამყაროს. შუა საუკუნეების სიმბოლიზმი ორიანს გამოხატავდა ეგრეთ წოდებული მზის ჯვრის სახით, სადაც ჰორიზონტალური ხაზი შუიდან ამოდის ვერტიკალური ხაზი. ეს ჯვარი სიმრავლის, გამრავლების, მოსავლიანობის, განაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. სადაც ჰორიზონტალური ხაზი ქალური საწყისის მიმანიშნებელი იყო და ამავდროულად გამოხატავდა მიწიერს, მატერიალურსა და პასიურს, ხოლო ვერტიკალური ხაზი მამაკაცურის საწყისის სიმბოლო იყო და გამოხატავდა აქტიურ სულიერ შემოქმედებებს. ინდურ მისტიციზმში ამავე სიმბოლოს გააჩნია ოდნავ სხვა დატვირთვა და ეწოდება მას ლინგამი. ამგვარად ციფრი 2 ფართო გაგებით გამრავლებისა და პროდუქტიულობის სიმბოლოა. იგი მიგანიშნებს ორ იდეალში სრულფასოვან და ერთმანეთის ტოლფას ურთიერთ საწინააღმდეგო ძალაზე, რომელიც ერთ წარსულში ერთიანდება და სრულყოფილი ხდება. სწორედ ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა განაპირობებს უმრავლეს შემთხვევაში წონასწორობას. წონასწორობა ან სხვა სკორებისული მყარი ნებისმიერი პროცესი შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთსაპირისპირო ძალების დარეგულირებით. ორიანი ეს ის ძალა, რომელიც ცდილობს გაყოს ერთიანი ორ შემადგენელ ნაწილად, ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებად. ესპრესიარი უმოძრაობა, როდესაც ძალები თანაფარდობის და გამო წონასწორობას ინარჩუნებენ, მაგრამ ორიანი ამავდროულად ის ბრძოლა, რომელიც მოძრაობისა და განვითარების მიზეზი და საბაბი ხდება. ორიანის ამოცანა მუდმივად შეინარჩუნოს წონასწორობა ურთიერთსაწინააღმდეგო ძალებსა და საწყისებს შორის და გაანეიტრალოს დადებითი და უარყოფითი თვისებების ტენდენციები. ეს რიცხვი წარმოადგენს ცხოვრებას, რომელიც არსებობს მხოლოდ ბრძოლისა და მოქმედების მეშვეობით და წყდება უმოქმედობისა და სიმშვიდის მდგომარეობის მიღწევისას. ამგვარად ორიანი გამოხატავს არამყარს, გამლელს, გამყოფს, შინაგან წინააღმდეგობას, ცვალებას, საეჭვოს, მერყევს, პასიურს, დაქვემდებარებულს, რბილს, პლასტიურს და ასე შემდეგ. თუ ერთიანს მართავდა მზე, ორიანის მმართველი არის უკვე მთვარის მონათობელი. სამიანი მისტიურ სიფთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, როგორც ზოროასტრი თვლიდა, იგი ბატონობს სამყაროში და მოიცავს მის ყველა კუთხესა და კუნჭულს. პირველად სამიანის მნიშვნელობა თავის ფილოსოფიურ ეზოტერულ ნაშრომში ჩამოაყალიბა პითაგორამ. სამი სამყაროს სინთეზში იმალება სამყაროს საიდუმლოებაო წერს იგი და ამ მას საყოველთაო სამების გასამების კანონს არქმევს. ერთის მხრივ სამიანი სამყაროს გასამებული ბუნების სიმბოლოა ცა, დედამიწა და ადამიანი, თითქმის ყველა უძველესი სწავლება ცას, მამრობით სქესს, საწყის ბუნებას, სითბოს, წყაროს, როლს ანიჭებს და ერთიანად გამოიხატება. ამ პირველ საწყისიდან წარმოიქმნა დედამიწა, მდედრი, ნაყოფიერი, რომელსაც ორიანი შეესაბამება, ხოლო მათი ურთიერთქმედებით 1+2 კი ყოველივე ცოცხალი დედამიწაზე. უპირველესად კი ადამიანი, ამგვარად სამიანი თანაარსებობა ის ძალა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს, სიბრძნეა, რომელიც ორ ურთიერთწინააღმდეგოს შორის წონასწორობას ინარჩუნებს. ნაღმია, რომლის ორივე მხარეს ორი განსხვავებული ბრძოლა იმართება, რათა არ დაერღვეს სიცოცხლის ბალანსი. ერთი ძალის მოჭარბებამ არ გამოიწვიოს მეორეს ნაკლებობა. სამების ფენომენი ქრისტიანობაშიც წამყვან ადგილს იკავებს. ჩვენ მას ყველაზე კარგად ვიცნობთ, ამიტომაც მასზე დღეს არ ვისაუბრებთ მაინდამაინც ბევრს, მაგრამ სამება ყველა სხვა რელიგიაშიც დომინირებს. მაგალითად, ინდუიზმში არსებობს ჰუნების, ანუ თვისებების ცნება, რომელთა რაოდენობა 3-ია. ეს სამყაროს სამი ძირითადი საწყისი და თვისება, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველაფერი. თამასი, ეგრეთ წოდებული, სიბნელე ინერცია, რომელიც გამოიხატება უმოქმედობით, არცოდნით, რაჯასი მეორე, ეგრეთ წოდებული ვნება, წყურვილი, სწრაფვა, გამოხატავს ქმედებას, ბრძოლას, იმპულსურობას და მესამე სათვა. ანუ გაწონასწორებლობა, ჰარმონია, გახსნილობა, რაც სიმშვიდეს, გასქებოსნებას, სრულყოფილების მიღწევას გამოხატავს. ოკულტიზმში, ეზოთერიკაში ხშირად სამიანს ტოლგვერდა სამკუთხედით გამოხატავენ და იგი აღნიშნავს წარსულ საწყოსა და მომავალს. არისტოტელეც ამბობდა, სამიანი ის უნივერსუმია, რომელსაც გააჩნია საწყისი, შუა და დასასრული. 1, 2 და 3 სამყაროს პირამიდის აგების საშუალებას იძლევა. მის ზედაწვერში ერთიანია განლაგებული. ფუძეზე 3 სამიანი, ხოლო 2 გვერდის შუაში 2 ორიანი. ამ ციფრების გადამრავლებით კი სხვადასხვა რელიგიებში კიდევ ერთ მისტიური რიცხვი მიიღება 108. ბუდას სწორედ ამდენი მოსწავლე ყავდა. არსებობს სამიანის კიდევ რამდენიმე ძალზედ გავრცელებული ინტერპრეტაცია, იგი გამოხატავს ადამიანის 3 შემადგენელ ნაწილს, სულს, სხეულსა და ბუნებას. ასევე სამყაროს 3 შემადგენელ ნაწილს, ბუნების სამყაროს, ადამიანთა სამყაროს და ღვთიურ სამყაროს. სამებას გამოხატავენ მრავალი სიმბოლოთი, ზოგჯერ ეს სამკუთხედია, ზოგჯერ სამქიმიანი ვარსკვლავი, ზოგჯერ წრეში ჩასმული 3 პატარა წრე, ზოგჯერ სამკაპა და ამავდროულად. სამკაპას ვეშვის კიდევ რამდენიმე სამეულის გამოხატველი
ღირებულები, როდესაც ესენია უზენაესი ძალაუფლება, ავტორიტეტი და სამართლიანობა, ეს რჩეულთა ატრიბუტია, რომელიც აღნიშნავს სიბრძნეს, სულიერებასა და ქმედით უნარიანობას, ან აზრის ქმედებისა და განადგურების ძალებს. ასევე იგი სტიქიების ერთიანობასაც აღნიშნავს, სადაც მისი შემადგენელია ცა, ჰაერი და წყალი. სამიანი ის მთლიანობა, რომელიც აღწერს სამყაროს ფარულ საიდუმლო ბუნებას, მის მრავალფეროვნებას, მის სამბუნებრიობის ერთიანობას. სამიანი ბედნიერი ჰარმონიულობა, შემოქმედებითი სრულყოფილება და იღბლიანობა. ეს არის ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი, სამყაროს 4 შემადგენელი ნაწილი. ასევე წელიწადის 4 დრო, რომელთაგან თითოეული ადამიანის სიცოცხლის 4 ეტაპს გამოხატავს. გაზაფხული, ბავშვობა, ზაფხული, ღრმობა, შემოდგომა, მოციფულობას და ზამთარი ხანდაზმულობას. იგი ადამიანის 4 ტემპერამენტსაც მოიცავს. ქოლერიკს, ცეცხლი, მელანქოლიკს, სანგვინიკს, ჰაერი და ფლეგმატიკს წყალი. უკვე მიხვდით, რომ ალბათ ჩვენ გადავედით თავისთავად 4-იანის მნიშვნელობაზე. აი 4-იანზე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს უკვე შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ეხლა ამის დრო არ რჩება, ჩვენი დრო რეალურად ამოწურული, ამაზე შევჩერდეთ და უკვე 4-იანზე და შემდეგ რიცხვებზე ვისაუბრებ შემდეგ გადაცემაში. ეხლა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ დილით 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გამეორებით ნახავთ დღევანდელ გადაცემას, დაიდება იგი ასევე Facebook-ზე და ასევე აღნიშნოთ, რომ ხვალ დილით ისევ შევხვდებით ერთმანეთს ტელეკომპანია იმედის ეთერში 15 რო დააგდება წუთი 9-ს 10-20 წუთზე შევხვდებით რადიო იმედში და დილით 10 საათზე უკვე პოსტალიონის ეგრეთ წოდებულ დილის გადაცემაში პოსტივიში. ასევე იცით რომ ხუთშაბათ შევხვდებით ასევე დილის გადაცემაში პოსტალიონისა, პარასკევს ხვდებით ერთმანეთს 9-15 წუთზე დილით რუსთავი 2-ის ეთერში და რასაკვირველია რადიო ფორტუნა ყოველ დილით გაძლევთ ინფორმაციას ჩემს მიერ გახმოვანებულს იმ დღის ასტროპროგნოზის, კვირის ასტროპროგნოზის შესახებ და გაზეთი თბილისელები ჟურნალი თბილისელები გაზეთი ასევე დასვალი ყოველ ორ შაბათს გაზრდიან ასევე ინფორმაციას ასტროლოგიურს ჩემს მიერ მოწოდებულს ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და ემედია წარმატებული. და ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე დღეს ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.